ამ ვიდეოში განვიხილოთ Upwork-ის საკომისიოების მოდელი. ჯერჯერობით სანამ ამ ვიდეოს ვიწერ, საკომისიოები არის ფიქსირებული 10% და როგორც Upwork-მა უკვე დაანონსა, 1 მაისიდან Upwork-ის საკომისიო გახდება 9%-ის. თავიდან ისტორიას რო დავუბრუნდეთ, როდესაც მე დავიწყე მუშაობა, Upwork-ის საკომისიო იყო 20, 10 და 5%. 20% იყო პირველ $500-მდე კლიენტთან, 10% იყო პირველ $1000-მდე და 5% იყო უკვე $10,000 ზევით. და ეს ძალიან მოსახერხებელი იყო ჩემის აზრით. როდესაც Upwork-მა შეცვალა ფიქსირებულ 10%-ზე, ვიცი რომ ძალიან ბევრი ფრილანსერი გავიდა Upwork-ის გარეთ თავის კლიენტებთან ერთად. ხოლო ახლა Upwork-მა დაანონსა 9%-ის საკომისიო 0-დან 15%-მდე, თუმცა არ მგონია რომ ჩვენ როდისმე ვნახოთ 0%-იანი საკომისიო. 0%-იანი საკომისიო ახლაც არსებობს Upwork-ზე, თუ ფრილანსერმა მოიყვანა კლიენტი თვითონ Upwork-ის სისტემაში და დაიწყო მასთან მუშაობა. მაშინ მსგავს კონტრაქტზე ფრილანსერს არ ეჭრება საკომისიო, არის 0%. ეხლა რას ამბობს Upwork-ი, როგორ დაითვლებაო 0-დან 15%-მდე? ძალიან ბევრი ფაქტორი იქნებაო, ჩვენი ალგორითმი მუდამ განვითარდებაო და დაითვლება კლიენტის და ფრილანსერის Upwork-ზე გატარებული დროით, ანუ რამდენი ხანი არიან დარეგისტრირებული, ეს იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, სამუშაოს კატეგორია, მოთხოვნა მიწოდება თვითონ პლატფორმაზე, ამ სამუშაოს კატეგორიაში, სამუშაოს სფერო, რამდენად სწრაფად ჭირდება კლიენტს, რომ შესრულდეს ეს პროექტი და ის თანხა, რომელსაც მიუთითებს ფრილანსერი პროექტზე, რომ უნდა გამოიმუშაოს, იქნება ის ფიქსირებული, თუ იქნება ის საათობრივი, ანუ როდესაც თქვენ თანხას მიუთითებთ, პროცენტით შესაბამისად შეიძლება. როგორც Upwork-ი ამბობს, ეს ცვლილება არის განპირობებული იმით, რომ ფეხი უნდა აუწყონ მარკეტზე ცვლილებას, ფრილანს მარკეტზე ცვლილებას და უნდათ რომ დაიჭირონ ბალანსი და გააჯანსაღონ ფრილანსერების და კლიენტების გარემო თავიანთ პლატფორმაში. თუმცა, როგორც წესი, მსგავსი ცვლილებები ყოველთვის კომპანიის შემოსავლის ზრდისთვის არის მიღებული. თუ ამ ვიდეოს უყურებთ 1 მაისის შემდეგ, უფრო მეტი ინფორმაცია გექნებათ და მეც ამ კურსში განვაახლებ ინფორმაციას და ზუსტ ინფორმაციას დავდებ. თუ 1 მაისამდე უყურებთ, უკვე იქნებით მზად ამ საკომისიოსთვის. 1 მაისამდე დადებულ საკომისიოებს ეს ცვლილება არ შეეხება, 10% ფიქსირებული დარჩება და როდესაც კლიენტთან გააფორმებთ კონტრაქტს, თუ 9%-ით დაითვლება, მაგალითად 7% რაღაც პროექტზე, ეს 7% დარჩება სრულიად კონტრაქტის ხანგრძლივობის ვადაზე.